შიგნით შევალ. ასეთ მდგომარეობაში ვერ ვუყურებ. მითხრა რომ მარტო ყოფნა უნდა და დავაცადოთ იფიქროს. ალთერგინ შიგნიდან ყველაფერი მეწვის. ღმერთმა დამწყალოს. ჯობდა არაფერი მეთქვა. შეხედე განადგურებულია. რა იქნებოდა რომ არ გეთქვა? ყველა საიდუმლო ცხადი ხდება ხოლმე. რაც იყო იყო. სერგან. შულო, კარგად ხარ? ახლავე მინდა ამ კომპანიის მფლობელს შეხვდა. სერგან. ყველაფერი ისე მოგიყევი როგორც იყო. სულ ეს არის. ასე ვერ იქნება. ყველაფერი არა, ყველა დეტალის ნახვა მინდა. გასაგებია, მინდა საბუთებში ვნახო. კომპანიის მფლობელს შეხვდე, სადაც არ უნდა იყოს. კარგი? ეს შეუძლებელია. შეუძლებელია ასეთი დამთხევა იყოს. სერგან, საბუთები ჩვენ გვაქვს. ამ სიტუაციაში ვერაფერს ვიზამთ. წარსულში შეცდომა მოხდა. წარსულში შეცდომა მოხდა? თქვენი შეცდომების გამო ჩემი წარსული განადგურებულია. ამიტომ არ დაუშვებ კიდევ რამე მოხდეს. საბუთები უნდა ვნახო, სადაც არ უნდა იყოს. ყველა. გასაგებია? სეიფს უთხარით რომ ახლავე მოიტანოს. ასე უკეთესია. სად არის? მეც მაინტერესებს. მითხრა არ წავსულიყავი, საქმეები გადამედო. რაღაცისგან ხელვა უნდა, რამაც უდი მოხდა? მომწერა რომ სასწრაფო საიდან დავიცოდე. დადა, სად ხარ? დიდხანს გელოდოთ? დილამშვიდობის. ბედნიერია. ასე იმიტომ ჩქარობდი რომ ჩავხუტებოდი? ვერ გავძლებ. ახლავე უნდა გითხრათ. გოგოებო, სერგანი ჩემთან ერთად მიფრინავს იტალიაში. სახლი და ოფისი დაიკირავა. ძალიან კარგი ამბავია. გოგოებო, ძალიან შეყვარებული ვარ. რომ ჭირს ერთ ადგილას ვერ ჩერდები. წითელი ტუჩსაცხი წავესვი. წამოდით, რამე გავაკეთოთ, ვისაუბროთ, საყიდლებზე წავიდეთ. ძალიან ბევრს ლაპარაკობ და იღიმები შესანიშნავია. წავიდეთ. მაგრამ ერთი პრობლემაა. რა პრობლემა? მამიდა. მგონი არ დათანხმდება. ნორმალურია თავიდან გაუჭირდება. რატომ არის ნორმალური? ასეთ სიტუაციაში თავიდან უარყოფ, შემდეგ ბრაზდები, შემდეგ საკუთარ თავს ეკამათები, დეპრესია გეწყება და ბოლოს თანხმდები. ჩვენ პირველ ეტაპზე ვართ. კარგი, მოდი გავიდეთ და გზაზე ვისაუბროთ. რა კარგი დღეა. აქ ილდირიმის ოჯახი წერია. გვარად ილდირიმი ჰქონდათ. შემდეგ შეიცვალეს. ილდიზად გადააკეთეს. აქ სხვადასხვა დეტალები დოსიეშია.
არც მე და არც ედა არ ვარ დამნაშავეები, რაც წარსულში მოხდა. ჩვენ არ გვეხება. ჩემს თავზე ვერ ავიღებ ამ ტვირთს. ამას ვერ დაუშვებ. სერგან, ედასთან ურთიერთობას ვერ გააგრძელებ. არ შეგიძლია. ბედნიერი ვერ იქნები, როცა უკან ამდენი სიცრუე და საიდუმლოა. ორივე მეწოდებით. არა. აიდან, შვილს ისევ კარგავ. ახლა გაიგო, რა თქმა უნდა გაბრაზებულია. ცოტა დრო მივცეთ. გამარჯობა. გამარჯობა. შეიძლება ლურჯი პერანგი ვნახო? უკაცრავად. გისმენ სერგან. რას აკეთებ? რას ვაკეთებ? გოგოებთან ერთად საყიდლებზე წამოვედი, რაღაცეებს ვათვალიერებთ. აქედან პირდაპირ ოფისში მოვალ. კარგი. შევხვდებით. კარგი. შეხვედრამდე. მადლობა. გეფიცები ზოგჯერ მოვდუნდები, მაგრამ მე ისევ ვდგები დიეტაზე. ვატოვებ, ვიწყებ. ჯერენი სადაა? არ ვიცი, იქ ეწავიდა რაღაცის საყიდლად, ესენი მე დამიტოვა. ყველაფერი ჯერენმა იყიდა? დიახ, ყველაფერი. თუ მის ფეხსაცმელებს გამოვფენ, სახლამდე გაგრძელდება. მართალია, შერაქენი. სერგანისთვის საჩუქარს ვაძებდი, მაგრამ ვერაფერი ვნახე, ძალიან რთულია საჩუქრის პოვნა. იქნებ მზარები უყიდო, რომ ყველა მიცოდეს ჩემი სიძე მოდის. ძალიან ორიგინალური ხარ. კიდევ ვნახავ რამეს და აქედან პირდაპირ ოფისში წავალ. შეხვედრამდე. კარგი, შევხვდებით. ჩემს იდეაზე უკეთეს ვერაფერს მოიფიქრებ. ნახოთ. ჰოლდინგი და საბუთები კიდევ არ მოუტანიეთ, შეგატყობინებთ, როცა მოიტანენ. მადლობა. არქიტექტურის სააგენტო არტლაიფი გისმენთ? კარგი. 21. კარგი, რას ამბობთ, შეგატყობინებთ. კარგი, მადლობა, ბედნიერი დღე. დიახ. კარგი, წერილი გამოგიგზავნეთ, კარგი. დიდი მადლობა. ქალბატონო ფერილ. აქ რა ხდება? ბატონი სერგანი არ მოსულა. იმის გამო, რომ ოფისი და ჰოლდინგი ერთად მუშაობს, მალე გადავიწვევი. ტელეფონი რეკავს, მაპატიეთ. დიახ, დამშვიდი სერგანი რატომ არ მოვიდა? ის ამიყენებს თითქოს მისი ასისტენტი ვიყო. გეფიცებით ბოლოა. დიახ. არ იღებს არა? არ იღებს. არ იღებს. ყველაფერი აიღე. ანბანის მიხედვით დაალაგე და მომიტანე. სიურპრიზი გამიკეთე? ძალიან მომენატრე. სოფლიოში ყველაზე ლამაზი საჩუქარი გიყიდე. მართლა? მეც გიყიდე. მართლა? ყველაფერი კარგად არის? წამოდი, წავიდეთ. Alo.
დიახ, თქვენი ხმა არ ისმის. კარგი. კეთილი იყოს ბატონო ენგინ. ბატონო ენგინ, მოგესალმებით. პერილ, ენგენ ვიცი ახლა მოხვედი, მაგრამ სულ დღეში ვართ, ვერავინ ვერაფერს სასწრებს. აქ მხოლოდ ჰოლდინგი არაა. ჰოლდინგი და ოფისი ერთად მუშაობს. ახალი პარტნიორი ყავს ეფე. სერკანი არსად არის და მალე საქმისგან ჯგუფიდან გადახვალთ, არა? ხო, გამოიცანი. კარგი არის ნერვიულა, მოვედი. ყველაფერს მოვაგვარებთ. შენი ნახვა გამიხარდა. თანაც შენთან ხელსარგელი არ მოსულვარ. პატარა საჩუქარი მოგიტანე. ნახე რა ლამაზია. ნახე და უცებ მომინდა რომ შენთვის მიყიდა. რბილი. შეხედე რა საყვარელია? დათუნია. დათვი? დათუნია? ამბობ რომ საჩუქრად გიყიდა? ალბათ მისი თავი რომ გამახსენდეს. გეფიცები არ ვიცი რა გითხრა. წარმატებები. აი ასე. თმები? შევიჯერე. ცვლილებები მინდოდა. რა ხდება? როგორც ჩანს დღეს არეულები ხართ. სერკანს ველოდებით. ტელეფონი რეკავს. შეხვედრამდე. ბედნიერად. ჩვენ საქმე გვაქვს. წავალ, არ ვალოდინებ. ჩვენც წავიდეთ? არ ვიცი. მინდობილობის საბუთში რაღაც ხარვეზებია. უნდა გამოვასწორო, მაგრამ თქვენ არ გეხებათ. ჩვენ თუ მაესელენ. უამრავი საქმე მაქვს ფერით, ძალიან გთხოვ. წინა დადება მაქვს. რადგან სერკანი არ არის, იქნებ შეუძლო თქვენი დახმარება. პარტნიორები არ ვართ? კარგი. მაპატიეთ. ჩვენი ახალი პარტნიორი ეფე. გამარჯობა. ქალბატონი სევ და ბატონი ერდე, ქალბატონი ბელგიე. გამარჯობა. ძალიან ლამაზია არა? გინდა რომ საჩუქარი გახსნა? დიახ, ძალიან მაინტერესებს. აიღე. ხსნი? გახსენი. სერკან მithვალთვალებ? არა. ძალიან ლამაზი კაბაა, მადლობა. მაგრამ სად შევიცვა? მოიფიქრებ. მაშინ? ეს რა არის? ალუბლის ჩერი და ფოთლები. მამაშენს გულზე მოუხდება. ბატონ სეიფის ვეტყვი და ჩაის დაუმზადებს. ვასწავლი როგორ უნდა მოამზადოს. ედე არ იყო საჭირო. ვიცი. არც ისე კარგი ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ რამდენი წლისაც არ უნდა იყო? სერკან, ყველა ბავშვს ჭირდება მამა. იმედია სულ ჯანმრთელი იქნება. როგორი ხარ? როგორი ვარ? რაღაცნაირი. როგორი? ძალიან ლამაზი. როგორ? ძალიან ლამაზი. ნელ-ნელა სწავლობ. მართლა? შენი საჩუქრი ჯერია. ერთი წუთი. ძალიან დიდია. ეს რა არის? ძალიან საინტერესო ნივთია, გაოცებული ვარ. იმედია მოგეწონება. ვნახავ. რობოტი? ძალიან ლამაზია არა? გასაოცარია. სახელი თუ აქვს? აქვს. რობო. რობო? რობო ბულათი. ძალიან ლამაზია არა? რობოტი ბულათი. რობოტი ბულათი. ლეილა რეკავს, მე რატომ მირეკავს? არ ვიცი. გისმენ ლეილა. კარგი,
კარგი. ვეტყვი სერგანს. კომპანიაში პრობლემებია. და როდის არ არის? ტელეფონი გათიშე? სერგან, კარგად ხარ? ო, შენთან ერთად დროის გატარება მინდა. არ მჯერა. კარგი მჯერა, მაგრამ ტელეფონს არ თიშებ ხოლმე. ყოველთვის სამსახურზე ფიქრობ. ო, თუ ამას ჩემს გამოვაკეთებ, მადლობა, ძალიან მომწონს. მაგრამ დროა, წავიდეთ. რატომ? იმიტომ რომ უამრავი საქმე გვაქვს. რაღაც სუდად წავა, ჩამორჩებით განრიგს და შემდეგ მე დამადანაშაულებ. თანაცრობა უნდა გავაცნოთ გუნდს. მოდი წავიდეთ. კარგი. ბევრი საქმე მაქვს, უამრავი. მოდით მეერთვით. არ მინდა. არაფერს ჩემთ არც კი საუზმეად. პრობლემა გაქვთ და არ მეუბნებით. მოყევით ეკრან მოვაგვაროთ. Aydın Hanım söylerseniz belki çözüm bulurum. არაფერია სეიფი. ალთაკინს დაურეკე? არ მივასუხა. სად არის ეს კაცი? აქ ვარაიდან, მოვედი. სად იყავი ალთაკინ? სეიფი, მიდი დიეტური საკვები მოუმზადე. ახლავე. ისედაც მზად არის. მიდი და ისევ მოუმზადე სეიფი. კარგი. სად იყავი? შემაშინე. ქალაქში ვიყავი. უამრავი საფიქრალი მქონდა. წარსულზეც ვეთვიქრე. რაღაცა ცუდმა შემიგყრა. როცა მომავალზე ფიქრი დავიწყე, ედა და სერკანის მომავალზე, გულში იმედი გამეჩნდა. მართლა? აიდან, აბა შეხედა, სერკანს ედა უყვარს. უნდა ყველაფერი უკან მოიტოვოს. დაივიწყოს. იქნებ დაივიწყოს კიდეც. თუ ამ თემაზე აღარ ვილაპარაკებთ, ალბათ ჩვენც დაგვავიწყდება. მოდი ახლა დავივიწყოთ და შენს ჯანმრთელობაზე ვიფიქროთ, კარგი? ძალიან პოზიტიურად ფიქრობ, არა? ალბათ. რაც წინა შეხვედრაზე განვიხილეთ. კარგი ბედნიერი დღე. დიახ, ახლა გამოაგზავნეს. კარგი, გადავცემ. ბატონო სერგან, მოხვედით. ლილო, რა ხდება აქ? აქ ისეთი სიტუაციაა. დილით შეხვედრა გქონდათ ჰოლდინგის თაობაზე. თქვენ არ მოხვედით, ამიტომ ქალბატონი სელინი ატარებს. შეგიძლია გამომართვა. გამარჯობა. გამარჯობა სერგან. სელენ, შეგიძლია რომ ცოტა ხანს გარეთ გამოხვიდე. ჩვენი შეხვედრა დამთავრდა. ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა. მადლობა ჩვენთვისაც სასიამოვნო იყო. მადლობა ბატონო ეფე. შედოვიანი დღე ბატონო სერგან. გილოცავთ ახალ პარტნიორს. რა ხდება? სელენი ძალიან დაკავებული იყო და დავეხმარე. მაგრამ ეს სელენს გითხრა. შეხვედრა იყო, როცა შენ არ მოხვედი? როცა მე არ მოვედი, შეხვედრა უნდა გაგიუქმებინა. თუ მე არ ვარ, შეხვედრას არ უნდა იყოს. ძალიან დაკავებული ხარ სერგან. ეს საქმე მხოლოდ დეტალებს ეხებოდა. სერგან, თანაც მე შენი პარტნიორი ვარ. სავსებით ნორმალურია თუ სელენს დავეხმარები. დარწმუნებული იყავი ეფე. ძალიან კარგად ვიცი რომ პარტნიორი ხარ. თანაც ეს შეხვედრა ეხებოდა საქმეს, რომელიც შენს მოსვლამდე დავიწყეთ. ამიტომ, თუ ისეთი რამ მოხდება, რაც შენ გეხება, საქმის კურსში იქნები, მოხარულე ვიქნები. თუ შეხვედრა დამთავრდა, წავალ, თორემ დაძაბულობა იმატებს. არ დავიძაბოთ ფერით. არ მჯერა რასაც ამბობ. სერგან, შენს კაბინეტში გავიდეთ, მოკლედ მოგიყვები რა მოხდა შეხვედრაზე. არა, საჯირო არ არის. ეფე მომიყვება. რადგან პარტნიორები ვართ, მარტო ვილაპარაკებთ. კარგი. კარგი. როგორც ჩანს, სელინი არც ისე კარგ მდგომარეობაშია. წავალ ნახავ. სელენ,
კარგად ხარ? Değilim. არა. Gıcık oluyorum. ფერითი მაღაზიანებს. Tabii siz şimdi რა aynı თქმა უნდა, ერთ ofistesiniz. ოფისში ხართ, მართალი Çok ხარ. oluyor senin için, haklısın. Hayır bilerek ამას yapıyor. სპეციალურად Bilerek აკეთებს. yapıyor. სპეციალურად. Nasıl yani? ანუ როგორ? Ya bu adam განასი ამაყის გამო არ მიმატოვა? Evet. ხო? Ya bir günde შეიძლება değişen გრძნობა insan ერთ დღეში var ya. გაქრეს? Niye hala? მაშინ რატომ არის ყოველდღე აქ? რატომ მიწევს მისი ნახვა? Tamam. კარგი. Sen de şöyle შენც yap. ისე მოიქეცი? O sana ne როგორც yapıyorsa თვითონ aynısını sen de გექცევა. yap. Umursama. ყურადღება არ მიაქციო. სამსახურზე კონცენტრირდი. ყველაფერი დავივიწყოთ, იმიტომ რომ სამსახური გადაგვარჩენს. ყველაფერი შენ სტილში თქვი. Evet. დიახ. მართალი ხარ. აბა, Nasıl როგორ მოგეწონა ჩემი პრეზენტაცია, რას ეთქვი? Açıkçası სიმართლე გითხრა შესანიშნავია. kusursuz. Yani kim ანუ ვისთანაც არ უნდა გელაპარაკა, ყველას პარტნიორობა უნდა და რა? ki sorma. ეს კითხვას მეჩენს. ეს ჰოლდინგი, რატომ აირჩია? Serkan, სარქანმა ben ჰოლდინგი კი არა, seni seçtim. შემაგირჩია. Senin მინდა შენი ნიჭი, ჭკუა და გამოცდილება ჩემს ძალებთან გავერთიანო. eğer sen თუ კი შენს არქიტექტურას და მშენებლობაში ჩემს პეიზაჟს გავერთიანებთ, birleştirirsek სხვა ვერანის შეძლებს გზაზე გადაგვეღობოს. ზუსტად, ყველაფერი მარტივად არის. bak Serkan. ნამდვილად არ მაქვს ცუდი განზრახვა. Ben sadece მინდა ჩემი საქმე პროფესიონალურ დონეზე შევასრულო. yani bu kadar არ გჭირდება ასე მკაცრად მოქცევა ჩემთან. შეიძლება ასე მომხდარიყო, თუ პარტნიორობა ჩემი ნებით დაიწყებოდა. ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხარ, სერგან. benim ne demek გაიგერი სითქმაც მინდოდა. dediğim gibi როგორც გითხარი, მინდა ჩემი სამუშაო შევასრულო და ვიმეგობროთ. სულ ეს არის. ცხოვრებაში სულ სამი მეგობარი მგავს. ენგინი, პირელი და სერიუსი. Sirius სერიუსი, ჩემი ძაღლი. შესანიშნავია. ნეახ. ყოველ შემთხვევაში ერთ ოფისში ვმუშაობთ. შევხვდებით ხოლმე. მშვიდობიანი დღე. შენც ასევე. რას აკეთებ? ყვავილებს თესავ. ყვავილებს თესავ? ბავშვობაში მე და დედამ შევაგროვეთ. ასე მითხრა იქ დამეთესა, სადაც თავს ბედნიერად ვიგრძნობდი. ეს ის ადგილია, სადაც თავს ბედნიერად გრძნობ? ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილია. ის ადგილია, სადაც ყველაფერი დაიწყო. სახლშიც დავთესა. ყვავილების მაღაზიაში გვაქვს. როცა ოჯახს შევქმნი და ბავშვები მეყოლება, მათ მივცემ. ჩემი ბავშვებიც იქ დათესავენ, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად იგრძნობენ. ედა. რთულია? წარსული უკან მოიტოვა. როგორც ამბობენ, დრო ყველაფერს კურნავს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ დაივიწყებ. შიში, ტკივილი, ბრაზი. ეს გრძნობები შეუძლებელია დაივიწყო. მესმის, შენი ტკივილი და შიში დედა შენს და მამა შენს უკავშირდება. მაგრამ ბრაზი რა შუაშია? ბებია ჩემი.
ბებია ჩემს დედა არასდროს უყვარდა. მამასთვის სხვა გოგო ყავდა არჩეული. დედას არასდროს იღებდა. მაგრამ მამას ისე უყვარდა დედა, ოჯახს ზურგი აქცია. სიმდიდრეზე უარი თქვა და დედაზე დაქორწინდა. ჩემებს ავარიის შემდეგ მარდენში უნდათ ჩემი წაყვანა. მაგრამ მამიდა უარზე იყო. ბებია ჩემი უარს არაა მიჩვეული. ამიტომ მამიდაზე ზეწოლას ახდენდა. ამიტომაც მამიდამ ჩემი გვარი შეცვალა. გვარი შეიცვალეთ? ჩემი ნამდვილი გვარი არა ილდიზი, არამედ ილდირიმია. დედა ჩემი გათხოვებამდე იყო ილდიზი. წარსულის დავიწყებოდა ბებიაზე პატიება არ გიფიქრია? არა. რატომ? მისი ერთი ჩარევა ჩემს ცხოვრებაში დიდ ტრაგედიად შეიძლება იქცეს. არა პირდაპირ, მაგრამ მაინც დამნაშავეა, რომ დედა და მამა ჩემთან აღარ არიან. ამიტომ არასდროს ვაპატიებ. მე ცოტას ვიმუშავებ. გისმენ? როგორ ხარ ჯერენ? კარგად ფერი, შე როგორ ხარ? კარგად, ნორმალურად. ან არც ისე კარგად. სელენთან ერთად მუშაობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. გასაგებია. ძალიან მოწყენილი ვარ და არ ვიცოდი, რის დავლაპარაკებოდი. ამიტომ ვიფიქრე შენ დაგელაპარაკებოდი და დაგირეკე კიდეც. იფიქრე, რომ დამელაპარაკებოდი? კედელი არ ვარ, სადაც წრემლებს დაღური ფერით. მერე ვინტირის. შენ ხომ მითხარი თუ დამჭირდებოდათ ამერიკა? ვილაპარაკებდით. დაგირეკე რომ გველაპარაკა. კარგი მაშინ, ასეთი საუბრებისთვის მზად არ ვარ, ასე ვთქვათ. ეს რამე დგომა? რამე არასწორად მახსოვს? შენ თვითონ მითხარი თუ მოწყენილი ვიქნებოდით ამერიკა? კარგი, მაგრამ არ ვარ ვალდებული, ჩემს ირგვლივ ყველა მამაკაცის პრობლემა მოაგვარო. კარგი. კიდევ ერთი ფსიქოლოგიურად შეუმდგარი ადამიანი, გასაგებია, მადლობა. რა თქვი? ფსიქორა? ვერ გავიგე. ჯერენ, წარმატებას გისურვებ ცხოვრებაში. ყველა ფსიქოლოგიურად ტრავმის მქონე მამაკაცისგან. გავიგე შენი წინადადება. გაიგე? მადლობელი ვარ, რომ გაიგე. თანაც შენ ლაპარაკობ გაურკვევლად. რა? მე? ასე ვაკეთებ? პრობლემა ჩემში კი არა, ყველა იმ კაცშია, ვინც მხვდება. როგორ მეტის საქმე? კარგად, შენი? კარგად, შეუგვეთე? არა გელოდებოდი. მოდი, მე ვნახოთ. მაშინ ამას ავიღებ. გადავწყვეტ, კარგი? კარგი, მაშინ გავალ. ვირილ, გისმენ? საღამოსთვის არაფერი დაგეგმო.
Niye? რატომ? იმიტომ რომ ჩვენთვის რაღაც დავგეგმე, განსაკუთრებული საღამო. İyi. კარგი, Akşam hazır. საღამოსთვის მოვემზადები. Görüşürüz. შეხვედრამდე.